ახლა ვისაუბრებთ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პროექტის წიგნერი ლიდერის შესახებ. თემაზე სასაუბრო შემოგვეცდნენ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცხომელიძე, კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიაშვილი და პროექტ წიგნერი ლიდერის პირველი სემესტრის გამარჯვებული თბილისის 59 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი სამხარაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ პროექტი წიგნერი ლიდერი უკვე ბევრი წელია, რაც ხორციელდება, ესე იგი 2007 წლიდან დაახლოებით, რაც არსებობს მოძრაობა დავითიანი. ბატონო ნიკოლოზ, პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვით მაინც აი ამ პროექტის შესახებ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს, წლევანდელი რითი არის გამორჩეული, ამაზეც ვისაუბროთ, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო. მოგესალმებით, ვივესალმები სრულიად საქართველოს. ჩვენი პროექტი როგორც წესი ყოველ წელს ცდილობს რომ რაღაც სიახლე შევიტანოთ ჩვენს პროექტებში და წელსაც არ არის რა თქმა უნდა გამონაკლისი ჩვენი წლევანდელი წლის მიმდინარეობა. რამდენიმე საინტერესო მიმართულება დავგეგმეთ. ეს არის ერთი კულტურის კომიტეტი და მეორე ახალგაზრდა თეოლოგთა კომიტეტი, რომელიც სულ მალე რაღაც საინტერესო აქტივობებს შემოგთავაზებთ. ეს რაც შეეხება სიახლეებს, თუმცა ჩვენი სასწავლო მიმართულება, რომელიც ტრადიციულად თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებზე არის მორგებული, რა თქმა უნდა, ეს წელიც დატვირთული არის სხვადასხვა აქტივობებით და აქაც ჩვენ რაღაც სიახლეებს თავაზობთ ახალგაზრდებს. ეს სიახლეები მთელი წლის განმავლობაში არის განფენილი და პერიოდულად სხვადასხვა აქტივობების სახით ჩვენი პროექტის მონაწილეები აი ამ სიახლეებში ერთვებიან. ძირითადად ეს არის მაინც ის აქტივობები, რომლებიც მათ უნარებს გააძლიერებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება ის უნარები, რომელიც მომავალში ცხოვრებაში გამოადგებათ, ეს არის როგორც ინტელექტუალური, ასევე ორგანიზებულობის, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება. ამას სჭირდება საკმაოდ დიდი გამოცდილება და ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ ახალგაზრდებს. ეს ახალგაზრდები თავისი სურვილით არიან ჩვენთან ჩართულები, ისინი სხვადასხვა პროექტებით ეცნობიან დავითიანის საქმიანობას და შემდეგში გამოთქვამენ სურვილს და დანარჩენი მერე უკვე აი ცოცხალ ურთიერთობაში ისინი ახერხებენ აი საინტერესო გამოწვევების დაძლევას, რომელიც ეხმარებათ მერე უკვე მომავალში აი ამ საინტერესო უნარების ჩამოყალიბება და გაძლიერებაში. აი როგორია დაინტერესება თამარ თქვენ მინდა გკითხოთ ახალგაზრდების დაინტერესება, ჩართულობა, რა აინტერესებთ კონკრეტულად არის ალბათ რაღაც გამორჩეული პროექტები, რომლის მიმართაც განსაკუთრებულ სურვილს გამოხატავენ ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ჩვენთან მაქსიმალურად როდესაც ვცდილობთ რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა რომელიმე პროექტზე, პირველ რიგში ჩვენ ამას ვამუშავებთ, ვფიქრობთ, რამდენად იქნებოდა ეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო, ანუ ვიკვლევთ მათ შორის ეს ასე რომ ვთქვათ გამოკვლევა თუ გაცნობა ამისი ხდება პედაგოგებთან ურთიერთობით, თვითონ ბავშვებთან ურთიერთობით, მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობით, კომუნიკაციით და ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვფიქრობთ თუ რა იქნება საინტერესო მათთვის, რა იქნება სასარგებლო, საჭირო და აქტუალური საკითხი, რაც შესაძლებელია რომ ერთობლივი ძალებით განვახორციელოთ. განსაკუთრებით აქტუალურია ახლა რაც მიმდინარეობს და ძალიან საინტერესო იყო ლიდერთა სკოლას ეხება ეს პროექტი, ეს იყო ლექციათა ციკლი ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები, რომელიც ეხებოდა საკითხებს ფილოსოფიურ ქრისტიანულ ხედვებს და ის ასე ვთქვათ საბაზისო ცოდნა რაც მათ ლიდერთა კლუბის ფარგლებში მიიღეს, აი ნიკას ხელმძღვანელობით ის რელიგიის და ზოგადად ასეთ საკითხების შესახებ რაც კი მათ ასე ვთქვათ გაეცნენ, ეს უკვე ამ საკითხებს სხვა თვალით უყურებენ, უკვე სხვა რაკურსიდან უყურებენ და ეცნობიან სხვადასხვა იდეოლოგიების თუ ასე ვთქვათ სხვადასხვა შეხედულებებს. საინტერესო საკითხი და თემებია და ამავდროულად რთულიც, ხო? რა საკითხის ინტერესია ძირითადად? ხო, ამ ლიდერთა სკოლაში და ამ სალექციო ციკლში ჩართულები არიან მე-11 კლასელები და რამდენადაც თითქოს რთული ჩანს და შესაძლებელია ვიფიქროთ რომ მოსაწყენი ხომ არ იქნებოდა, ხო, მათთვის აღმოჩნდა რომ პირიქით ძალიან საინტერესოც არის და ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია
განხორციელებულია იმაზეც, რომ როგორ წარმართავს ლექტორი ამ სასწავლო პროცესს და აქეთ მინდა მადლობა მიაწოდებს ხო და კი და აი საინტერესოდ. დიახ და მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის თორნიკე გოგინაშვილს, რომელიც არის ამ ლექციათა ციკლის ავტორი და ხელმძღვანელი და ძალიან ესეთი საინტერესო პროექტი შედგა. აი ლიზის ვკითხოთ ახლა პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. პირველი სემესტრის გამარჯვებული ხართ, როგორც ვიცით, რომელ კლასში ხარ? მე-10-ში. მე-10-ში. ლიზი, რა მოგცათ აი ამ წიგნერმა ლიდერმა? კონკურსია, ხო, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რა გამოცდილება, რა ცოდნა შეგძინათ ამაზე, რომ გვესაუბროთ და თქვენ შენს თანატოლებს აი რას ეტყვით, თქვათ, რატომ უნდა ჩაერთონ ამ პროექტში? პირველ რიგში დავითიანი არის ადგილი, სადაც ჩვენ ვიღებთ არაფორმალურ განათლებას და ნიკა მასწავლებელი გვასწავლის ძველ აღქმას. ნუ ეს უკვე გავიარეთ. მეორე სემესტრი ჩვენ დავიწყეთ პირველი აღქმა და ესე გავაგრძელებთ. მეორე ეს არ არის ადგილი მხოლოდ არაფორმალური განათლების, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანასწორობას, კიდევ ლიდერობას და მგონია რომ ეს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაში გამოგვადგება და მინდა მადლობა გადაუხადო დავითიანს ამ შანსისთვის, რომ იქ მოვხვდი და მინდა ჩემ თანატოლებს ურჩიო, რომ არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც შეუძლიათ მათ მოხვედრა, თუმცა სურვილი აქვთ და მინდა ყველას ურჩიო, რომ აქ მოვიდნენ, რადგან ისინი მიიღებდნენ ძალიან უსაზღვრო სიხარულს და თავიანთ საუკეთესო მეგობრებთან ერთად. დიდ რამოცდილებას რა თქმა უნდა, როგორც თქვენ. ბატონო ნიკოლოზ, აი მეორე სემესტრი დაიწყო, ხო? აი სტრუქტურის შესახებ მინდა გკითხოთ, აი თვითონ კონკურსი ფორმის თვალსაზრისით როგორ არის აგებული, თქვათ, პირველი სემესტრი, მეორე სემესტრი და აი სწავლების პროცესიც როგორია? ესეც საინტერესოა, თქვათ, ბავშვები რა ფუნდამენტ, რა საბაზისო განათლებით მოდიან, თქვათ, აი რელიგიის მიმართულებით თქვენთან. დიახ, მოგახსენებთ, ჩვენთან ფაქტობრივად უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა ერთი კერძო სკოლა არის ჩართული და დანარჩენი საჯარო სკოლები. ჩვენ ვიცით, რომ საჯარო სკოლებში რელიგიების ისტორია ნაკლებად ისწავლება, ძალიან მცირე დოზით ისტორიულ ნაწილში და მეტი თითქმის არა. და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს განათლება შევიტანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენთან არ არის არანაირი შეზღუდვა ეთნიკური, რელიგიური წარმომავლობის გამო, ჩვენთან სწავლობენ განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური აღსარებლობის და რა თქმა უნდა, არც ერთ არ ექნება არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვასწავლით. ვაცნობთ და დანარჩენი ხა ეს თავისი რელიგიური გზნობები თავისი საქმეა. აი ეს ყველაფერი ქმნის იმ კომფორტს, რომ ბავშვებს უხარია ჩვენთან მოსვლა. ჩვენი ლექციები ელექტრონული ვერსიით გვაქვს ეს რესურსები აწყობილი, უფრო საინტერესო სახალისოა და შეიძლება ითქვას, რომ აი ეს არაფორმალურ სივრცეში რელიგიის სწავლება გაცილებით უფრო კომფორტული არის, იმიტომ რომ ბავშვები მოდიან თავიანთი ინტერესებით. ჩვენ ვასწავლით როგორ? ნუ გადავცემთ ინფორმაციას და შემდეგ აი ამ ინფორმაციების რო დავასრულებთ ერთ რაღაც ლექციების ციკლს, მერე გვაქვს საკონკურსო პრეზენტაციები და საკონკურსო ტესტირებები. აი ამის საფუძველზე ბავშვები იღებენ რაღაც ქულებს, რომლის მიხედვითაც მერე უკვე ვლინდებიან გამარჯვებულები. და გამარჯვებულებისთვის ჩვენ გვაქვს საინტერესო პრიზები. პირველი სემესტრის გამარჯვებულები, აი ხა როგორც ის რა გადაეცა? მისი მეგობრები გადაეცა ზამთრის ბანაკის საგზური, რომელიც შესანიშნავი. მხოლოდ ბანაკი ეს არ არის, რომ მივიდეს, წავიდეს ბანაკში და იქ რაღაც ესეთი მარტო უბრალოდ დრო გაატაროს, ეს არის დატვირთული საინტერესო ტრენინგებით და ეს არის ზუსტად ჩვენი პროექტის პრიზის მნიშვნელობა, რომ ბავშვებს იქაც მივცეთ განვითარების საშუალება. ეს იქნება ძალიან სახალისო, საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგები, ძალიან საკმაოდ სერიოზული სპეციალისტები იქნებიან ჩართულები და ჩვენც დავითიანის თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, მივდივართ, რომ აი იქაც ხდება ჩვენი მოსწავლეებთან, ასე ვთქვათ, გადამზადების ტრენინგები, რომელიც კიდევ უფრო სახალისო საინტერესოს გახდის ჩვენს ურთიერთობას ბავშვებთან. კერძო სკოლების ჩართულობა უფრო მეტად არის გეგმება, ვთქვათ. იცით რა არის? რასთან არის დაკავშირებული საინტერესო? ჩვენ გვაქვს აქცენტი გაკეთებული უფრო მეტად საჯარო სკოლებზე, რომ ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ, თუმცა შეზღუდულები არა ვართ. ჩვენ ვართ უკვე 25 სკოლაში, აი დაახლოებით 30-მდე სკოლა არის ჩვენს პროექტში ჩართული, მაგრამ აი ძირითადი 25 სკოლა ეს არის ის სკოლები, რომლებიც სრულად არიან ჩართულები
და ამის რესურსი რომ გავწვდეთ უფრო მეტ სკოლას, ამას ჭირდება ადამიანური რესურსი, თუნდაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ასე შემდეგ, რომელიც მომავალში გვაქვს ეს სურვილი, ასევე რეგიონების, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ამას საკმაოდ დიდი რესურსები ჭირდება. თუ გვექნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამის მცდელობები. გვაქვს რაღაც ესეთი ლოკალური ურთიერთობები სხვადასხვა ეპარქიებიდან არის დაინტერესება და ქონდა ამაზე შეხვედრები, მოძღვრები, რომლებთაც აქვთ ეს შესაძლებლობა, რომ იქ რაღაც ასეთი მოეწყოს. ნახოთ როგორ განვითარდება. გარდა ამ სწავლებებისა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენთან არის საკლუბო მიმართულება. რას გულისხმობს? მოსწავლეებმა შექმნეს სკოლაში ახალგაზრდა ლიდერთა კლუბები და ეს კლუბები ახორციელებენ უკვე სკოლაში სხვადასხვა აქტივობებს და პროექტებს. მაგალითად, პირველ სემესტრში განახორციელეს საქველმოქმედო აქტივობა, სადაც შეაგროვეს სურსათი და უფასო სატრაპეზო, რომელიც ფუნქციონირებს სამებაში, იქ მოხდა ამ ყველაფრის მობილიზება და ყოველდღიურად დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანი პურდება. ამ განათლებასთან ერთად ბევრი კეთილი საქმე კეთდება. დიახ, იცით რა არის? ჩართულები არიან ეს ახალგაზრდები. ამას ჭირდება მობილიზება, ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, მიწოდება ინფორმაციის. ეს უნარები არის, რომელიც შემდეგ ეხმარება მათ. ასევე გვაქვს ვიდეო რგოლების კონკურსი, რომელიც მათ განახორციელეს და სულ მალე ორშაბათს გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებიც სხვადასხვა პრიზები დაჯილდოვდებიან. და გვაქვს ასევე სხვადასხვა კონკურსები. ეს არის ჩემი წიგნი, რომელიც ტრადიციული ჩვენი კონკურსი არის. ასევე იქნება სპორტული ღონისძიება, რომელიც უკვე დაგეგმილია და სულ მალე განახორციელდება ფრენბურთის ტურნირი არის დაგეგმილი და კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელსაც განახორციელებენ ჩვენი ახალგაზრდები. დიახ, და თამარ, კიდევ ერთი საკითხი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროექტ წიგნერ ლიდერს და ამის შესახებაც რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა თუ შეიძლება. კი, როგორც ნიკოლოზმაც ახსენა, ჩვენ არ მხოლოდ ბავშვების მხოლოდ განათლების საკითხებს ვუყურებთ, არამედ გვინდა რომ მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იქნება თუ ღირებულებითი რაღაც საბაზისო არაფორმალური ეს განათლების მიცემა იქნება, ამასთან ერთად ჩვენ მათ დავეხმაროთ პროფესიის არჩევის საკითხში. ამის ფარგლებში ჩვენ უკვე მეორე წელია რაც თანამშრომლობთ წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან და ისინი ჩვენ გვმასპინძლობენ და აცნობენ იმ პროგრამებს, სასწავლო პროგრამებს, რაც მათ უკვე შეუძლიათ რომ საამავლოდ როგორც პროფესია ასე აირჩიონ. ძალიან საინტერესო არის ხოლმე ეს მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ ჯერ თან ეცნობიან ყველაფერთან ერთად სტუდენტურ ცხოვრებას, თქვათ რა შეიძლება მათ ამ წლების განმავლობაში გაიარონ, რაც მათთვის ძალიან საინტერესო და მომხიბვლელია და გარდა ამისა ეცნობიან იმ პროფესიებს და ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ის პროფესია თქვათ რაც აქამდე მათ ნაკლებად იცოდნენ, ახლა მათთვის საინტერესოა და შეიძლება იფიქრონ რომ იმ პროფესიას გაყვანან, პირიქითაც ყოფილა რომ რაღაც გონიათ რომ მოწონდა და თურმე ის მათ ინტერესის სფეროში არ შედის და ამიტომ შეუძლიათ ინტერესი და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის წარმატებას გისურვებთ ლიზი, განსაკუთრებით ჩვენ და შენს მეგობრებს და პროექტს, რა თქმა უნდა. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულებების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცხომელიძე, კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიაშვილი და პროექტ წიგნიერი ლიდერის პირველი სემესტრის გამარჯვებული თბილისის 59 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი სამხარაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.